სოფელ ჭალაში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. 400 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას განათლების მინისტრის მოადგილე და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეწვივნენ. თამაშების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა პროექტის ღირებულება კი 4 მილიონ ლარამდეა. სკოლა მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. მე მინდა მიულოცო ბავშვებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, როდესაც ლამაზ და კარგ გარემოში სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელება, საომავლოდ სამინისტრო გააგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. კომიტეტის მხრიდან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ როგორც განათლების, ისე მეცნიერების და ახალგაზრდობის მიმართულებით ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის აუცილებელი, იყოს მოწესრიგებული. სოფელ ჭალის ახალგაზრდობას საშუალება მიეცა სწავლა გააგრძელოს განახლებულ ინფრასტრუქტურაში, რაც დიდი სტიმულის მომცემია. მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს მთავრობას იმ ძალისხმევისთვის, რაც გაიღეს მათ